საღამო მშვიდობისა. დღეს დიდი ემოციები, დიდი ემოციური დატვირთვით ვარ. თელ დღის განმავლობაში ჩემი ასე რომ თქვა ნაღვწობი ფეხი დავდივარ ოთახი აღარ შემიძლია. ხო, მე მიწვეულთა სიაში არ ვიყავი მიუხედავად იმისა, რომ წლები შევალიე სასულიერო სემინარი აკადემიაში სწავლას, თეოლოგიის ვარ ხარისხის, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით სხვათა შორის ადრე ეწერათ ხოლმე ღვთისმეტყველების პედაგოგი ლიცენზიანტები თუ რაღაც მსგავსი, მე პირველი თაობა ვარ, რომელსაც ჩაეწერა თან აღიარებული დიპლომი სახელმწიფოს მიერ თეოლოგი. მაგრამ საინტერესო მოვლენის წინაშე დავდექით, მოკლედ ემოციები დღემდე მომდევს და აი ამ ჟამამდეც მომდევს ემოციები და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალიან რთული პერიოდის წინაშე ვართ. ეპოქას მოვესწარის თაობა ისეთ, სადაც ნახევარი საუკუნე მართა დედა ეკლესია ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უფალმა გაგვინათლოს მისი სული და დაგლოცოს იქედან ძალიან რთული გზა გაიარა მან და ეხლა უკვე საქართველოს აირჩია წმინდა სინოდმა ახალი პატრიარქი და ძალიან რთული გზა ელოდება და მინდა ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, რა იქნება შემდგომ, მე ვიცი რომ მარტივი ვერ იქნება მისთვის ეს გზა, იმიტომ რომ ილია მეორის შემდეგ დატოვო რაღაც და 8 წელი მოაგროვა 1 წელში და 2 წელში ეს ყველაფერი ვერ მოხდება, ურთულესი გზის გავლა მოუწევს და მინდა ამ ყველაფერზე ისაუბრო გახსნილად და მომენტებში შეგაჩერებ ხოლმე რაღაც შეკითხვებს გამოვუშვებ და ბოლო ნაწილისკენ მოვიტოვოთ ექსკლუზივი, რომელიც უნდა შევთავაზოთ მაყურებელს მსმენელს და ნახოთ რა რეაქციები წამოვა მათი მხრიდან. დარწმუნებული ვარ, საინტერესო გამოვა. მოკლედ დავიწყოთ. დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გახდა შიო მესამე. ძალიან საინტერესო პიროვნება ჩემთვის, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეული არ ვართ, როგორ თქვა, ილია მეორის მოღვაწეობა იყო, ანუ ილია მეორის ჰქონდა ძალიან დიდი ავტორიტეტი და ხშირად აღინიშნება ხოლმე რომ ეს სინოდი არის ილია მეორის მიერ ნაკურთხი, ანუ ყველა ეპისკოპოსი და მართველი ფიგურა არის და ბევრი მღვდელიც მათ შორის, ხო? ხალხმაც რომ იცოდეს და ჩვენ აი ბევრ საკითხში აი მრევლი არის უმეტესობა კი არა და ხალხი რომელმაც რაღაც დეტალები არ იცის, რაც უნდა იცოდეს ყველამ. ეს ჩვენი დაავადება არის, საერთოდ ეროვნული დაავადება, რომ ერთ წუთიან ვიდეოში გვინდა ჩავატიოთ ყველაფერი. ანუ ესეთი მოთხოვნა სხვაგან არსად არ არის, მარტო ჩვენთან ჩდება. ხო და ეს ჩვენი მენტალური პრობლემაც არის, ჩვენს თავზეც უნდა ვიმუშაოთ. და აი წარსულში ახლა ილია მეორის მოღვაწეობის შეეძლო, ხო, აი 5 სიტყვაში ადამიანისთვის მოიგვარებინა, იმიტომ რომ მას ჰქონდა მართვის უნიკალური მეთოდი ჰქონდა, რომ შეეძლო 7 კაციანი ეპისკოპატიდან, რომელშიც ის გახდა პატრიარქი, ის და 7 კაცი იყო, აი ხო იმას წარმოუდგენია 7 კაცი და ჯამში 100. ახლა მე ჩაგიჭრები და მინდა მაყურებელს შევახსენოთ, რატომ ამბობ ამას და რამდენად პატარა იყო მაშინ დედა ეკლესია, ამას მინდა ხაზი გაუსვათ. იყო ესეთი სიტყვები, ნათქვამი, სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩაიპარა ჩვენმა პატრიარქმა. რას ნიშნავს ეს? რამდენად რთული იყო იმ პერიოდში, პატარა იყო თვითონ დედა ეკლესიაც, არ იყო ამდენი მოქმედი ტაძრები, თორე ტაძრები როგორ არ ქონდა, არ ტარდებოდა წირვალოცვები და რაც იყო ისინი მოქმედ და პატრიარქის ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდში და უამრავი ეკლესია, მონასტერი. ბიბლია არ ქონდა ხალხს. ეს ამას ვისაუბრებ. საბჭოთა კავშირის პერიოდი არის, არც ბიბლია არის 1989 წელს. ესე იგი პატრიარქ ილია მეორის აი მთავარი აი საბჭოთა იმის რომ აი წიგნი უნდა გამოცემულიყო, რომელსაც ზედ ეწერებოდა ბიბლია. ეს იყო დიდი მიღწევა და შემდგომ კიდევ ქონდა მრავალი მიღწევები, მაგრამ შეუძლებელი იყო, ხო? აი მკვდრად კურთხევაც აი ესეთი თემა იყო რა, რომ შენ
წარმოიდგინეთ შუა თბილისში ეკლესიაში აი დღეს როგორი წარმოიდგინე აბანო რო იყოს გახსნილი ხო ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა ხალხო და ეს ქართული საზოგადოება რომელიც უცბად მე ტრადიციულად გარდაიქმნა ხო მანამდე ამ ყველაფერს ეგუებოდა რომ შეიძლება აბანო ყოფილიყო სადაც ადამიანები იბანდნენ რა ქვია მეტეხის თეატრი იყო ბოლოს და ბოლოს სადაც ადამიანები თამაშობდნენ ხომ და ნუ რამდენიმე დაწესებულებაში საბჭოთა პერიოდიდან სხვათა შორის შემორჩენილი არის ყოფილი ეკლესია აი მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის შენობა არის ყოფილი ეკლესია და საკურთხევლის ტერიტორიაზე მაგალითად სამუშაო სივრცე არის გაკეთებული ეს სხვათა შორის ბევრი ხუჭავს ამაზე თვალს და ბევრმა არც იცის პრინციპში რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიგნით არის ეკლესია და წვეტიანი რაღაც რო ადგას თავზე მან იდგა ჯვარი ანუ ამას ისე კი არ ვამბობ რომ რაღაც ის მაგრამ იყო ხო ნუ ეს ფაქტია და ეხლა ანუ ილია მეორის მოდი ახლა მე არ გამამახვილებ ყურადღებას იმაზე რომ აი როგორი რწმენა როგორი ეს მღვდლების სუდი ქცევები აი ყველას შევგიძლიათ რა ვიცი ნახო ტევ პირველზე იმებზე ეს ყველა გათეოლოგდა ეხლა ყველა თეოლოგები ძალიან ბევრი ყავს საქართველოს ვინც და ყველა ანალიტიკოსი გახო დავიღალე რა უბედურება ყველა ანალიტიკოსი ტიპებს ანუ ეკლესიასთან მარტო გავლით შეიძლება იყვნენ ამყოფები და წაკითხული არ აქვს ახალი აღთქმა და გამოდიან ექსპერტებად და ისა შიო რუსია ის ჩინელია ის იაპონელია ხომ და დამთავრდეს ეს სიგიჟე ანუ ვიღაცა ერთი თეოლოგი რაღაცა სისულელეს დაწერს უпроსტად მის პოზიციას ლიბერალური მხრიდან და სხვათა შორის ერთ-ერთ ჩარტოში ვუყურებდი რომ აი ეს ხალხზეც უახდენს კაცო გავლენას ეხლა ამდენი ადამიანი არის ადამიანი ვერ ერკვევა ხომ ეხლა ჩვენ როგორ უნდა გავერკვეთ იმაში ბევრი მორწმუნე მრევლს შეიძლება არ ქონდეს საკითხული მაგალითად ახალი აღთქმა და უცხოე მეუბნები რომ აი მეუფე შიოსთან რომ ჩამოვიდა ბელორუსიის ეგზარქოსი ხომ ეს ნიშნავს იმას რომ რუსულ რელსებზე გადაგშვამს. და ამ დროს შეშინებული არის ხომ ეს ადამიანი და ბევრი უკვე პირდაპირ ამბობს რომ პროგრესი ეს არის ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრება. ანუ მე მაქსიმალურად ვცდილობ პოლიტიკურ იდეოლოგიებში არ შევიდე, როდესაც რაღაცას განვიხილავ. ხო? მაგრამ ნუ ბევრი ახლა შედის თეოლოგები და მეც ახლა იძულებული ვარ. მე ეს თეოლოგების გადამღერებულ ტექსტებს ეს ანალიტიკოსები და ეს გათეოლოგებული ანალიტიკოსები ცად მიიღეს ხარისხი მაინტერესებს უბრალოდ აი თეოლოგის ხარისხი სად მიიღეს ჩემ პირად ინტერესი გულწრფელად გითხრათ არ არის იმიტომ რომ ვიცი იმის მიღმა რა ანალიტიკოსები არიან მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ეს ანუ მეუფე შიოს აქვს ძალიან რთული აი კიდევ ვერ მივეჩვიე რა უწმინდესსა და უნიტარესს აქვს ძალიან რთული ვითარება რეალურად და მე მინდა ვიმშველო ორ თემაზე. ერთი პოლიტიკური თვალსაზრისით სამოვალ სახელმწიფოს ანუ კონსტიტუციური შეთანხმებიდან ორ დეტალს გამოვყავ და მეორე ეს არის უკვე შიდა მმართველობა. მოდი შიდა მმართველობით დავიწყოთ. როგორ იმართებოდა სინოდები, ანუ სინოდი არის მთავარი კრება, სადაც აი ახლა ვარკეთილში ეკლესია რომ აშენდა და სენაკში რომ რაღაც ეკლესია გარემონტდა, ეგ მაგას სინამდვილეში წყვეტე და უნდა გადაეწყვიტა სინოდს. მაგრამ ყველაფერი ჩამოკიდებული იყო ეს მმართველობის, ხო? მაყურებელს აქვს შეკითხვა, უკვე უწმინდესი და უნიტარისტი უნდა მოიხსენიოთო? კი, იმიტომ რომ მაშინ გახდა მეუფე შიო უწმინდესი და უნიტარესი, როდესაც მეუფე ანანიას კითხვაზე, რომ მას სურს თუ არა მიიღოს ეს უღელი ნებით და მან როდესაც თანხმობა განაცხადდა საეკლესიო წესის მიხედვით, ის ხდება უკვე უმაღლესი იერარქი, ანუ ქართული ტიტულატურით უწმინდესი და უნიტარესი. ხო, სად ვიყავი? აი მმართველობის სისტემა ილია მეორეს როგორი ქონდა, რომ ილია მეორის ავტორიტეტზე იყო დაფუძნებული მთელი წმინდა სინოდის მოღვაწეობა.
ანუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ, არის მამა და არიან შვილები, ანუ ეხლა ყველა ვინც არიან მართლა პატრიარქის ნაკურთხები, ანუ შვილებად აღიქვავენ საკუთარ თავს და უწმინდესი მათთვის იყო მამა, რომლის გარშემოთ ჩამოყალიბდნენ საერთოდ უმაღლეს იერარქებად, ხომ? და ჩვენ ვიცით, რომ აი ბევრს აქვს დაწერილი, რომ სიონში ისწავლეს მაგალითად ლოცვა, სიონში ისწავლეს მედავითნეობა, ეს უმაღლესმა იერარქება, იმიტომ რომ ფიზიკურად არ იყო და საიდან ისწავლეს? ხომ რომ ტექსტები ანუ არ შეიძლებოდა გამოცემა ლიტურგიკულ ტექსტებს ეხლა ყველა რომ ბეჭდავს რა ქვია ნებისმიერი გამომცემლობა ხომ ესე არ იყო იქ იყო ჩამოწერილი მამა ბიძინა გუნიას მიერ რომელიც ასევე მოსკოვში სწავლობდა პატრიარქთან ერთად თავის დროზე ანუ ამობეჭდილი ხარებ ხელი დაწერილი ტექსტები იყო და აი ამ ტექსტებით განისწავლებოდნენ ეხლა ვინ დაუბეჭდავდა ეკლესიას საბჭოთა კავშირის დროს ლიტურგიკულ ტიპიკონს ხუმრობთ ხო და აი ესეთი სივრციდან შეიქმნა ეკლესია დღეს რა სიტუაცია არის რომ აი დღეს ნამდვილად დაიწყება ბრძოლაც და ეს ეკლესიის ბუნებრივი პროცესი არის ეხლა ხალხთან მაინც ბრთხილად ვარ იმიტომ რომ მე მაგალითად ეკლესიის ისტორია ვიცი და ეკლესიის ისტორიის სწავლა რომ დაიწყოს აქ ყველამ ხო ნუ ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის აი მაგალითად კირილი ალექსანდრიელი არის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა საერთოდ არ მოიხსენიებდა იოანე ოქროპირს არც კი აღიარებდა ესეთი დაპირისპირებები ძალიან ხშირი იყო ანუ ეკლესიის ბუნებრივი პროცესი არის დანიელს შემთხვევაში რთულია ხოლმე გასაგებად და თუ კი ოდნავ მაინც ეჭვებით კითხვებით არის ეკლესიის მისამართით მისთვის ხომ საერთოდ თულად გასაგები იქნება და ამიტომ ვიცი შენი სიფრთხილე რატომ ფრთხილობ საუბრისას და რატომ არჩევს სათქმელს მაყურებელთან იმიტომ რომ ყველა ერთნაირად ღრმად ვერ არის წმენაში სამყაროს შედარებითია ყველაფერი ზოგი იმაზე არის სიტყვების გამოჭერაზე რომ შენ ეს თქვი და ის თქვი და ეს როგორ თქვი და ნუ ესეთი ხალხიც არიან კაცო მე რომ მაგის გამოცდილება ისე ბევრს არაა გარწმუნებ ხო და დღეს რა ხდება მთავარი ორი საკითხი არის ანუ პირველი ეკლესიის ანუ ეგზისტენციალური ან მთავარი გამოხატული ბუნება ხომ ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაგრამ საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი რაზე არის ხომ დაფუძნებული ეს არის ეროვნულ ბაზისზე ესე იგი საქართველოს ეკლესია როგორც ასე დამოუკიდებელი იმიტომ არსებობს რომ ამას აქვს ისტორიული გამართლება ანუ მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა რომ ჩამოიყვანა ის ბიზანტიიდან ეპისკოპოსი უბრალოდ და რომ ჩააყენა საქართველოს მმართველობაში და მე რომ გააგდო იმიტომ რომ ეს ბერძენი იყო და ბერძნული ხასიათი ეს მაშინ აზულინდებოდა ეს მოდელი რო იყო წარსულში იმიტომ გვაქვს ჩვენ დამოუკიდებელი ეკლესია ავტოკეფალური მაგიტომ ზის ბელორუსიაში ის რა ქვია ეგზარქოსი მოსკოვიდან დანიშნული რომ ბელორუსიას არ აქვს ავტონომია სიამდვილეში ეს უკრაინის ეკლესია ეხლა დასავლელმა თეოლოგებმა არ დამცხო ძალიან გთხოვ უბრალოდ აი ვინც ცოტა თეოლოგიაში ერკვევა გარდასულდღეთა ისტორია წაიკითხოს ეს ძველი სლავური ტექსტი არის რომელიც საერთო არის უკრაინელებისთვის ბელორუსებისთვის რუსებისთვის და ბულგარელებისთვის იმიტომ რომ ბულგარეთში შეიქმნა ეს ტექსტი ну ბევრმა არც იცის ეს ტექსტი და კიდე ბევრი სლავური ტექსტი რომელსაც მე ვეცნობი და შემიძლია რა ვიცი მიუთითო ლიტერატურაც არ აქვს ავტონომიის ანუ მიუხედავად იმისა რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო აქვს ბელორუსიას არ აქვს ავტონომიის უფლება რომ თვითმმართველი იყოს ну ამერიკის ეკლესია კიდე ცალკე მოვლენა არის და სხვათა შორის მაგაზე რატო არაფერს არ ამბობენ ეს ხალხი მიკვირს ამერიკაში ეკლესიიდან მართლმადიდებლური ეკლესიის თემა ჩაიტანეს მოსკოვიდან განდევნილმა რუსმა თეოლოგებმა და ამერიკული ეკლესია ნუ მე დაჭირდათ ხომ იქ ჯახი რომ ეს რუსული ეკლესია იყო რა ფაქტობრივად და წმინდა ვლადიმირის სასულიერო სემინარიაც ამერიკაში არის და მანამდე სხვათა შორის პარიზში იყო და ჩვენ როგორ რეალობაში ვართ ეხლა რომ
პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც მოუწევს პოლიტიკური თვალსაზრისით რომ ვიმსჯელოთ მეუფე შიოს უწმინდესა და უნეტარეს გამკლავება, ეს არის ეროვნული იდენტობის საკითხი და რატო? ილია მეორემ თავის საქმე ნამდვილად გააკეთა, ეკლესია, როდესაც არ აღიარებული იყო საბჭოთა კავშირში, ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს მანამდე ესე არ იყო. ილია მეორის დამსახურება არის, რომ ქართველობა მართლმადიდებლობასთან გაიგივდა. ეხლა შეიძლება ამაზე ვიკამოთოთ ეს რამდენად სწორი არის, არ არის სწორი ფილეტიზმი, არ არის ფილეტიზმი, მაგრამ შეძლო და ქართველს, რომელსაც იდენტობა 90-იან წლებში ჟარგონულად ვიტყვი თავზე დახეული ქონდა, სოციალისტური, ასე რომ ვთქვათ, იდეიდან არ იყო გამოსული ჯერ, მას ჩაუნერგა, რომ აი შენ რო ქართველი ხარ მართლმადიდებელი და მართლმადიდებლობა არის, რომ აი მაგალითად ძველ ქართულად შენ უნდა წაიკითხო ივანე დამასკელის მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. ეს თავარი. იმიტომ რომ აი ამაზე დგას მართლმადიდებლური, ასე რომ ვთქვათ, ცნობიერება. მანამდე ესე არ იყო რა ივანე დამასკელი კი არა და აი საბჭოთა ფილოლოგებზე იყო დამოკიდებული, რომელ ძველ ქართულ ტექსტს გამოსცემდნენ. მანამდე სასულიერო პირს ხელნაწერთა ინსტიტუტს არ გააკარებდნენ. ხო და ლოცვანიც იყო დაბეჭდილი მაგალითად 1984 წლის კალენდარში. უბრალოდ კალენდარში იყო ლოცვანი დაბეჭდილი. ესე ლოცვანის გამოცემა სხვათა შორის ეს მეუფე იობის დამსახურება არის, რომ ლოცვანი ესე როგორც ცალკე ფენომენი მეუფე იობის და სხვათა შორის მეუფე იობს ძალიან ბევრი ღვაწლი აქვს ქართული თეოლოგიური და საღვთისმეტყველო ტექსტების გამოცემასთან დაკავშირებით. ისევე როგორც მეუფე შიოს, ეხლა ბევრმა არ იცის, ანუ შეხედეთ ეროვნული იდენტობა რაზე არის დაფუძნებული. კონკრეტულ ტექსტებზე, ანუ ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, რომ აი ეს ეროვნულს ვინც ხვირის, ხომ, ეს არის საკმარისი, არა. იმიტომ რომ არის დაფუძნებული კონკრეტულ რაღაც ტექსტებზე, მათ შორის ეკლესიაზეც. მაგრამ აქ არის, ანუ ლიბერალურ თეოლოგებში ხშირად შეიძლება მოისმინოთ ესეთი ფრაზა, რომ გაეროვნებული მართლმადიდებლობა არის მწვალებლობა, ფილეტიზმი. ეს როდის წარმოიშვა, როდესაც საბერძნეთის ეკლესია მაშინ მონოპოლიზირებული იყო, მე-18 საუკუნემდეც კი, სხვათა შორის რასაც შეეწირა მაგალითად წარმოშობით ქართველი, როგორც რუმინეთის ფაქტობრივად ერის დამაარსებელი ანტიმოზ ივერიელი. ამას შეეწირა ფიზიკურად, იმიტომ რომ მან წარმოიდგინეთ მე-18 საუკუნეში თარგმნა რუმინულ ენაზე ბიბლია და საღვთისმსახურო ტექსტები. ის საბოლოო ჯამში მოკლეს, იმიტომ რომ ის იყო რაღაც მონოპოლიზირების რაღაც და ბრალს დებდნენ ფილეტიზმში, ანუ გაეროვნებულ მართლმადიდებლობაში. ეხლა არავინ გამიგოს ისე რომ რაღაც მარტო ქართველებს გვაქვს ეს მართლმადიდებლობა, არა. ჩვენ რო ვართ მართლმადიდებლები, იმიტომ ვართ მართლმადიდებლები, რომ ვართ საერთო მართლმადიდებლური ეკლესიის წევრები. კონსტანტინოპოლიდან დაწყებული, მოსკოვით გაგრძელებული, დამთავრებული იერუსალიმით. ანუ ეს არის ერთიანი მართლმადიდებლური სივრცე. იმაზე არ ვამბობ ეხლა რეები უწევს და რა ბრალდებები, აი მაგალითად თეოლოგების, აი ორ ნარატივს, რით შეიძლება ადამიანი გააშავო. ხო, რომ თეოლოგების და ბევრი სასულიერო პირისაც, რომ ჯერ მეუფე შიოს რუსეთუმეობაზე ლაპარაკი რომ დაიწყეს, აი ამ კაცს ვერაფერი ვერ გამოუძებნეს. ზოგმა დაწერა, რომ მაგალითად მეუფე შიომ ვიღაცის ტექსტი თარგმნა, უწმინდესმა და უნეტარესმა ვიღაცის ტექსტი თარგმნა და ისე დაიცვა მოსკოვში დოქტორის ხარისხი. მეორე თეოლოგმა მაგაზე თქვა, რომ ეგ მასე არ არისო და დაწერა კარგი რეცენზია სხვათა შორის და მნიშვნელოვანი რა არის?
რომ აი ამ ბოლო დღეებში სხვა ვეღარაფერი მოიფიქრეს, აი რა შეიძლება დააბრალო ეს ამ კაცზე ვერ მიიტანე კრებსებში ნოდარა მელაძისნაირი ტიპები რომ ეძებდნენ რა, აი სირცხვილი არის უბრალოდ აი ესეთი ადამიანები რომ ეძიებიან რა თეოლოგიურ საკითხებს, ხო? და ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს და აი ბოლოს რა მოსდეს შარი. თუ გძნობს მეუფეშიო, ჯერ მაშინ მეუფე იყო გუშინ დაცხეს ამაზე, მაგრად ვითომ საჯაროდ 5 ივლისის შესახებ ეს კონსერვატორების მიერ დაორგანიზებული აქცია რო იყო. თუ გძნობს პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ რა ქვია, მამა ანდრია ჯაღმანიძესაც ხო გადაწვდნენ, ანუ თითქოს ისე წარმოაჩინეს, რომ ეს აქცია დაორგანიზდა მეუფე შიოს მიერ და მისი ლოცვა კურთხევით. იმიტომ რომ აი რა მიზეზი შეიძლება გამოეძებნოს ამას. პარაკლისი გადაიხადა იმ დღეს ქაჩუეთის ეკლესიაში. ანუ პატრიარქის მოწოდებული პარაკლისი იყო 5 ივლისს. მახსოვს და მეუფეში გადაიხადა მე მგონი, ხო? ესე იგი. ხო. ეს მარტივად აპოლოგია გამოდის. კი, აპოლოგია გამოდის და არ მინდა რომ ესეც იყოს, მაგრამ ნუ მოდი ახლა ცოტა კრიტიკულად მივუდგეთ. ეროვნულ ცნობიერებაში, ანუ საიდან უნდა ამოვიდეთ, ხო? სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმებიდან. ეს არის ტექსტი, რომელიც გამოცემული არის და მეხუთე პუნქტის მესამე ნაწილში არის ესეთი მოცემულობა, რომ ეკლესიამ და სახელმწიფომ ერთობლივად უნდა შექმნას საგანმანათლებლო პროექტები. ასევე ბევრისათვის აი ძალიან ისი არის თუ აი რელიგიის სწავლების თემა, ხო? ნუ აი რელიგია უნდა ვასწავლოთ სკოლაში, რელიგია არ უნდა ასწავლოთ სკოლაში. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ეგ არ არის გაფორმებული. პირდაპირ არის მოცემული, რომ უნდა აისწავლებოდეს ქრისტიანობის შესახებ სწავლა მოძღვრება. ეს შეიძლება იყოს ორი სახით, ან ქრისტიანული კულტურა, ან მართლმადიდებლური კატეხიზმო. მე უფრო ქრისტიანულ კულტურას ვუჭერებ. დანიელ, ეს იმის მიხედვით რა შეთანხმებაც აქვს სახელმწიფო. ტექსტის მიხედვით, კანონის მიხედვით არის ეს. ნუ ბოლო წლებში ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტი იყო, მანამდე სულიყო ეს თემა. რომ იქნება რელიგია შევიტანოთ სკოლაში, მე მახსოვს კიდევაც მამა ანდრია ჯაღმაიძემ, როდესაც მეუფეშიოს ლოცვა კურთხევით შეიქმნა ეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, პირველივე საკითხი დააყენა ის, რომ აი ყველა რელიგია რომ ასწავლოთ სკოლაში. იმიტომ რომ ანუ ეს კაია, მაგრამ არ არის ეგ შეთანხმების ნაწილი, ეგ არის რელიგიათმცოდნეობა და არა რელიგიათმცოდნეობა არის ძალიან მაგარი მიმართულება. ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა აი ამ კუთხითაც მოიკოჭლებს და იმიტომ არის ჩვენი ეროვნული ცნობიერება, რომ აი რაღაც საშინელ დონეზე არის და მეორე, აი აპოკალიფსი არის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეროვნული ცნობიერება ჩვენი. და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ პირდაპირ უნდა დაისვას საკითხი, რომ ჩვენ ხო ვართ, ნუ აი მუსლიმის მაგალითად ყველას ენათვალო ჩემი თავი, ხა პანკისელები ძალიან მიყვარს, მაგრამ როდესაც ჩვენ ცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც ქრისტიანობამ შექმნა ეს ქვეყანა და კონსტიტუციურად არის ეს მოცემული. მე არ ზღაპრებს არ ვიგონებ, მეხუთე პუნქტი მთლიანად. პირველ ნაწილში არის, რომ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ქრისტიანობის შესახებ რაიმე საგანი, რომელსაც ეკლესია წარადგენს თვითონ აი ამ მასწავლებლებს და სახელმწიფოს არ აქვს ჩარევის უფლება. იმიტომ რომ აი კულტურა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეკლესიამ კიდე გაათვიცნობიეროს ერთი რამ, რომ კატეხიზმო აი ბავშვეულია ChatGPT-ში დააწერინოს, ნუ კატეხიზმოს შესახებ რაღაც. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ხო. ნახე, ჩამოვიდეთ ცოტა კიდევ ქვემოთ, ერთი ცოტა ხნით კიდე დაგაპაუზებ და მოდი ახსენი რას ნიშნავს კატეხიზმო. არის ნახე ტერმინები თეოლოგიური, რომელიც შეიძლება უბრალო ადამიანება, ვისაც უბრალო მრევლია, მართლმადიდებელი მრევლია, წირვას ესწრება, ლოცვას ესწრება, მაზიარებელია, შეიძლება ეს ტერმინოლოგიურად საერთოდ არ იცოდეს. შენ ვიცი რომ გიყვარს აკადემიურად გაიტაცებ კაკავს ლექციის სახით, მაგრამ ჩამოვიდეთ ისე რომ ისიც გავთვალოთ, შეიძლება პატარა ბავშვი გვისმენდეს სკოლის მოსწავლე, რომელსაც საერთოდ არ იცის კატეხიზმო რას ნიშნავს. მოდი განმარტებებზეც შეგაჩერებ ხოლმე და ტერმინები განმარტებ. ეგლა პირიქით, ანუ რაც ის იქნება
ხო, ნუ ეხლა მე აკადემიურად ვსაუბრობ, იმიტომ რომ ეს განათლება მაგ და რთული არის, მაი კატეხიზმო განმარტო. ნახე, შენ ლექციებსაც კითხულობ ხოლმე და წაგიკითხავს ამ თემებზე და ამიტომ ცოტა სხვა იმაზე გაქვს მომზადებული, მაგრამ ჩვენ აქ უნდა გავთვალოთ, რომ ვიყურებს შეიძლება სკოლის მოსწავლეც. შეიძლება გვიყურებდეს პროფესორი, აკადემიკოსი, მაგრამ სხვა დარგის სპეციალისტი იყოს და საერთოდ არ იცოდეს ეს ყველაფერი. ამიტომ ძალიან შემაჩერე რაც გინდა იმ თემაზე. კატეხიზმო არის ყველა ეკლესიას აქვს კატეხიზმო, კათოლიკეებსაც, პროტესტანტებსაც, ყველას. ბუდისტებსაც და, რა ვიცი, შინტოისტებსაც. მაგრამ კატეხიზმო რას ნიშნავს, რომ არსებული რელიგიის სწავლა მოძღვრება. ჩვენ შემთხვევაში მამაო ჩვენო, მრწამსი, ათიმცნება და მსგავსი ტექსტები. ეს ბავშვებისთვის, ნუ აი შესავალ დონეზე შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ ამ დროს იდენტობას ვერ გრძნობს, ხომ? შენ ბავშვს რო ასწავლი, ნუ ჯერ საქართველოს ისტორია, კულტურა და ეგ თემები რო არის ამოგდებული სასკოლო სისტემიდან და საუნივერსიტეტო სისტემა ინტერნაციონალიზმზე რო არის გადართული, ანუ არანაირი ქართული უნდა იყოს მსოფლიო რაღაც გააზრებული საერთო და აი მან იკარგება ეროვნული იდენტობა. ჩვენ ხო ჩაკარგული ამ ყველაფერში და ამის წამოწევა არის საჭირო დღევანდელ საქართველოში ფაქტია. ანუ ნახეთ ბავშვს რა უნდა ვასწავლოთ ჩვენ რომ როდესაც ცხოვრობ ამ ქვეყანაში ამ ენაზე ლაპარაკობ ხომ მეტყველებ მე შენ მეტყველებ ამ ენაზე მისმენ ამის შესახებ უნდა მქონდეს რაიმე განცდა რომ მე განვიცადო ის ტექსტი ეხლა ბავშვს პირდაპირ ეხლა არ მიწყიდო სწორად გამიგეთ ბავშვს პირდაპირ ვასწავლი რომ აი ვიღაც ვარსქენი იყო რომელმან მოკლა თავისი ცოლი ანუ ბავშვი ვერ იგებს რა ხდება თან ეხლა რომელი ამხსნელები ეგენი არიან შუშანიკის წამება რომ გაიგო უნდა კონდეს დაზეპირებული ნიკო ჯანაშიას შუშანიკის წამება რომელიც არის საკმაოდ სქელი წიგნი ვინ კითხულობს საფუძველი უნდა იყოს შექმნილი იმისთვის რომ მერე უკვე ეს ტექსტები გაიგოს თავად ჯერ მარტო აი ვიცი რამდენი რამე ჭირდება აი ხო და ესე ხსნიან და აი ლევან ბერძენიშვილისნაირი ტიპები რომ გამოდიან და ამბობენ რომ აი თეკლამ ასე ნუ ამბობ ლევან ბერძენიშვილს უსმენს ამ თაობის უმრავლესობა უფროსების და უმცროსების მე ვაღიარებ რომ ძალიან განათლებული ადამიანია მაგრამ რა არის იცი განათლებას რაში გამოიყენებ როგორ გამოიყენებ ეს არის აქ მნიშვნელოვანი თორე შეიძლება იყოს გაუნათლებელი ადამიანი არ იყოს წიგნიერი მაგრამ სულიერი იყოს და სულიერად ისე გააკეთოს ეს ყველაფერი საერთოდ წიგნთან ახლოსაც არ იყოს სულიდან მოდიოდეს დადებითი კარგი და ქვეყნის სიყვარული მაგრამ ამ ადამიანს განათლება ზე განათლებულია მაგრამ ადგინდა ქვეყნისთვის ნულია ხო ხო აი მაგალითად ესეთ ტიპები ამბობენ რომ შუშანიკი იყო ნაკლებ მორწმუნე რომელმაც დაამარცხა მორწმუნე ვარსქენი იმიტომ რომ მან წმენის გამო შეიცვალა სარწმუნოება და ის იყო მორწმუნე კაცი ნუ ესეთ სიცულელებს ასწავლიან მაგრამ თავარი რა არის რომ შენ ბავშვი აი უნდა წაიყვანო მაგალითად სულტანში დაათვალიერებინო ის სივრცე ანუ მან უნდა იცოდეს კონკრეტული ადგილები, ანუ ამის შესახებ უნდა იყოს ტექსტი, როგორც სწავლობენ ბავშვები მაგალითად ხეთების კულტურას, ურარტუელების კულტურას და სურათები არის მოცემული, რომ აი მაგალითად ანატოლია რა არის, აღწერენ ბავშვებს, ესე უნდა იყოს აღწერილი ინტერდისციპლინარულად, ანუ ლიტერატურაც უნდა შედიოდეს იქ და ყველა საგანი ჰუმანიტარული რომ ბავშვებმა გაიგონ რომ რა ქვეყანაში ცხოვრობენ განსაკუთრებით ქრისტიანობის მიმართულებით იმიტომ რომ ჩვენ რასთანაც შეგვიძლია ემოციური ბმა გავაკეთოთ ეს არის ქრისტიანობა სამწუხაროდ მანამდე აი ახლა ძველ ბერძნ აი თანამედროვე ბერძნის მაგალითს მოგიყვანდა ქართველიც რა განსხვავებაა ამ ორ ერს შორის ორ მართლმადიდებელ ერს შორის ბერძენ შეუძლია ემოციური კავშირი ქონდეს მაგალითად ევრიპიდესთან, პლატონთან და ასე შემდეგ. თუ ბერძნული მითოლოგია არ იცი საბერძნეთის მოქალაქე ვერ გახდები. ანუ მათ აქვთ ემოციური იდენტობა. ჩვენ ანტიკურობა არ გვაქვს. იმიტომ რომ ტექსტის ანუ კი გვაქვს, მაგრამ ტექსტის სახით არ მოღწეულა ჩვენთან. ანუ ჩვენთან არავის დაუწერია მაგალითად მედეას ისტორია. ეს დაწერა ევრიპიდემ, ეს დაწერა, რა ქვია, სენაკამ და ასე შემდეგ.
ჩვენთან ერთად ხელჩასაჭირი რასაც გვაქვს რომ ეს ბავშვები რომლებიც მართლა ძალიან უიდენტო მდგომარეობაში არიან ხო მოუწევს ამასთან გამკლავება თან რა პათოსი ხდება მეუფე შიოს რომ პირველი ეს ლიბერალური თემა და უკვე ახსენეს ეს სიტყვაც რომ აი მეუფე შიოს ხელში ძალიან რთული იქნება სეკულარიზაციის მიღწევა და ეს სეკულარიზაცია არის გამოყვანილი როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ანუ სეკულარიზაცია რაც ნიშნავს საჯარო სივრციდან საეკლესიო თემის გამოყოფას და ეს არის მიჩნეული ნორმალურ პროცესად პირველი აი ამასთან მოუწევს გამკლავება, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი არის ეს მიმართულება ამის შესახებ მაგალითად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არაერთი კონფერენცია ჩატარდა და ეს კონფერენცია ისე კი ჩატარდა აი შევიკრიბეთ ხალხი და მოდი ვაკრიტიკოთ ანუ მოხდა მარგინალიზაცია ბევრი ტექსტების და ეს ის ადამიანები არიან, სერგო რატიანის ტექსტსაც ნახავთ იმ კრებულში გიანოდიასი და ასე შემდეგ, ხო? რომლებმა ჩამოაყალიბეს ლიბერალური იდენტობა, ანუ აი ამ ლიბერალური იდენტობის მთავარი გასაღები, რითიც მუშაობს ლიბერალიზმი, ეს არის სეკულარიზაცია. აი თქვენ ხომ მოგისმენიათ საჯარო სივრციდან ტერმინები, რომ აი თქვენ ნაციონალიზმს ხო არ მისდევთ, ან ეს ძალიან ანტისეკულარული თემა არის. აი ეხლა ხანს თბილისის მერიის თუ რომელიღაცა კულტურის სამინისტროს თუ არ ვიცი, ერთ-ერთი სამინისტროს 2023 წლის გამოცემა არის როგორი უნდა იყოს საჯარო მოხელე. ეს არის სეკულარიზმის სახელმძღვანელო. პირდაპირ წერია იმ ტექსტში კაცო. რომ სეკულარიზმი ეს არის ნორმა. მოდი აი სადაც გაიგებთ სეკულარიზმი ნიშნავს ქრისტიანობის, ამ ჩვენ შემთხვევაში ქრისტიანობის გამორიცხვას საჯარო სივრციდან და мотиваცია რა არის? რომ საქართველოს არის მულტიკულტურული ქვეყანა, მრავალრელიგიური ქვეყანა. ნელა უნდათ გადაწყობა ამ ყველაფერზე ამ რელსებზე ქვეყნის და ეს ნიშნავს ჩემი აზრით უკვე მცდელობას იმისას რომ ეროვნული იდენტობა განანებით ეკლა მაგალითად გუშინ რა ტევ პირველზე ვიღა ტიპი გამოდიოდა და სომხეთი გამოიყვანა ევროპული ოჯახის ნაწილად აი ქართველები ხო ყველაფერში ანალიტიკოსები ვართ ხო ყველაფერი ვიცით საიდან იგონებთ ესეთ რაღაცებს წადი იმაში ფაშინიანს კითხე რამდენად გზნობს ევროპელად რაღაც წყაროებზე დაყრდნობით ხო უნდა იყოს ეს ხო უნდა იყოს ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით ჰაერზე ხო უნდა ისაუბრო ეს ყველაფერია რა სახელი გერქვას ექსპერტი რაღაც დარგის ან თეოლოგი ხო ეს რასაც საუბრო მაგიტომ მიყვარს ხოლმე მე შენი საუბარი მაგრამ არის შემთხვევები როცა მაყურებელს უჭირს ბოლომდე მოსმენა ესე წყაროებით დასაბუთებით მაგრამ მე პირადად როცა მე და შენ კომუნიკაცია გვაქვს და საუბრობთ მე მეგობრები ვარ წლებია და საუბრობ ძალიან ხშირად თითქმის ყოველ დღე და გვაქვს საუბრები მით უმეტეს ეროვნულ იდენტობაზე გვაქვს მუდმივად საუბარი მიყვარს რატომ შენთან საუბარი ყოველთვის ასახელებ წყაროებს სად შემიძლია მე ეს გადავამოწმო განა იმიტომ რომ შენ მეგობარი ხარ ჩემი და მე არ გენდობი და არ ვენდობი შენს ნათქვამს და შენს მოთხრობილს მაგრამ ჩემთვის ეს არის ძალიან კარგი როცა შემიძლია ის წყარო ვნახო და იმ წყაროზე გადავიკითხო ჩემით გავიგო ჩემით გავიაზრო და ძალიან კარგია, როცა წყაროებს ასახელებ, მაგრამ არის შემთხვევები და ლაივების პერიოდში ნაკლებად დინამიურს ხდის ლაივს და მაგიტო გეჩვევები ხოლმე ნაკლებად წყაროებზე ნაკლებად თქო, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ესეც ისურველებს ამტკიცებენ, თეოლოგი იქნება, ისტორიკოსი იქნება თუ ასე თუ ის სხვადასხვა ანალიტიკოსი, წყარო უნდა დაასაბუთოს, როცა კონტექსტიდან ამოგლეჯილ რაღაც სისულელეს აბრეხვებს, იქ უკვე დამისახელე მაშინ წყარო, რომ მე რომ დამიმტკიცო, რომ შენ სიმართლეს ამბობ, ხო? და კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იმ საკონსტიტუციო შეთანხმებიდან, რომელიც თავის დროზე შედგა 2005-ში, ბოდიშით 2002-ში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ეს არის, რომ სახელმწიფომ და ეკლესიამ უნდა შექმნა რაიმე საერთო, რომელიც კურირებას გაუწევს კულტურულ და ისტორიულ მოცემულობებს. ანუ სადაც ეხლა მაგალითად ბიძინა ივანიშვილმა რო იყიდა ის ტექსტი რა ქვია მე-10 საუკუნის ძველი ქართული ტექსტი ხო იყიდა
ეს უნდა მომხდარიყო სახელმწიფოსა და ეკლესიის უნდა ყოფილიყო უკვე რაღაც ორგანიზაცია, სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ესეთ თემებს გაუწევს ლობირებას და კურირებას. ესეთი ორგანიზაცია ჩვენ არ გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ აი მაგალითად ხვალინდელ დღეზე კიდე ცოტა მერე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ხვალ არის ინტრონიზაცია და მთელი ეს პროცესი და მის მნიშვნელობაზე თუ რატომ ხვალ და არა მოდი ახლა ესეც განმარტე რას ნიშნავს რაც თქვი მაყურებლისთვის რომ მაგას მერე განმარტავ მანამდე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი ესეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბება მოხდეს მაგრამ საკონსტიტუციო შეთანხმების მიხედვით, ანუ კანონი არის ესეთი, რომ უნდა შეიქმნას კაცო, მაგრამ არ ქმნიან, ვერ ქმნიან, იმიტომ რომ ნუ ერთი არის ახლა რამდენად ახლა გაეროვნულებული თუ არის ეს სახელმწიფო სივრცე, წესით უნდა დაიწყოს აი ამაზე მსჯელობა, რომ შეიქმნას, იმიტომ რომ როგორც სახელმწიფოსთვის არის მაგალითად ერთი მონასტერი არის ბორჯომის ხეობაში ნეცვი, რომელიც არის როგორც სახელმწიფოს იდენტობის ნაწილი, ისევე ერთ ნიმუშს მოგიყვანთ, ისევე ეკლესიის და რატო? იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი არის იმ მონასტერსთაგან, რომელშიც უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული გრიგოლ ხანძთელს, რომელმაც ჩამოაყალიბა, ანუ რომლის გარშემოთ ჩამოყალიბდა ეს ცნობიერება, აი მართლა სუდარა გადაფარებული სივრცე ჩაიბარა გრიგოლ ხანძთელმა და ეხლა ბევრი ეკლესიები რო არის თურქეთში და რაღაც მოგონება და მეხსიერება რო გვაქვს და იდენტობა და იქ რომ ჩადიხარ და რომ ტირი ხარ, ხომ? ბორჯომში გვაქვს ეს, ხო? რომელიც არის და კვირიკეწმინდა არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ეს ორი ეკლესია, აი ამაზე არავინ არ საუბრობს, ხო? და ერთი არის რომ აი მაგალითად რა ვიცი ახლა შეიძლება ვინმე სასულიერო პირს დაეზაროს ამ შუადღეში სიარული ხო დეკანოზი არის ცოლი ყავს შვილი ყავს და ნუ დაეზაროს მაგრამ არ უნდა დაეზაროს მაგრამ ამის შესახებ უნდა იყოს მზაობა ხო ნუ ვიცი ვისაც დაეზარა და მაგიტომ ხო და მთავარი ის არის რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის უნდა იყოს კოორდინირებული თანამშრომლობის მოდელი საგანმანათლებლო და კულტურული. უნდა იყოს კეთილი ნება სახელმწიფოს მეშვეობით. ნება არა, ვალდებულება აქვს. ვალდებულება აქვს, მაგრამ ხო ხედავთ რომ არ ხდება ეგრე დანიელ. ვალდებულება აქვს. მაგრამ საზოგადოება თუ არ იქნება სოციალისტები იყო ჩვენი მთავრობა, სოციალისტები იყვნენ, მაგრამ ეხლა გაეროვნულდნენ. თუ არ არის საზოგადოება შემზადებული ამ ყველაფრისთვის დანიელ, საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ ესეთი რაღაცეები, ხო? რაც უნდა დაუკვეთოს საზოგადოებამ, ის თუ არ შეასრულებს, მერე გადადიხარ უკვე მკაცრ მოთხოვნებს და როდესაც ეროვნული იდენტობას გაკარგვინებს, რა ხედავთ რა მოცემულობაში ვართ და რა ეპოქაში ვიმყოფებით, ასეთ დროს უკვე საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს და სწორად შემზადება საზოგადოებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ერთ პატარა აგურს მაინც ნიშნავს სახელმწიფოებრიობისთვის, ხო? სახელმწიფოებრიობა ხო არ ნიშნავს მარტო რუკაზე იყოს მოხაზული შენი ქვეყანა, რომ ეს საქართველოა. თუ მან იდენტობა დაკარგა, თუ მას ქართველობა რაც აქვს, ის ყველაფერი გამოაცალე, დაგრჩება მხოლოდ მიწა. ცარიელი მიწა. და ცარიელი მიწა აღარაფერი აღარ არის, ხო? და ამ ყველაფერს კეთილი ნება უნდა დაყვეს ხელისუფლების მხრიდან. თუ ხელისუფლების მხრიდან არ არის კეთილი ნება, საზოგადოება არ არის ჯერ შემზადებული და საზოგადოებაც უნდა შევამზადოთ იმისთვის, რომ ეროვნული იდენტობის მახასიათებელს, რაც წარმოადგენს ქართველისთვის და საქართველოსთვის, აი ამ ყველაფერზე გათვითცნობიერებული უნდა იყოს ქართველი და უნდა იცოდეს ზედმიწევნით, რა დაკვეთა უნდა მისცეს ხელისუფალს, თუ კი ის თავისი ნებით ამას არ აკეთებს, ხო? აი საზოგადოების მთელი პრობლემა გამოჩნდა საპატრიარქოს არჩევნების პროცესში. ვინ გინდა პატრიარქად? რას ნიშნავს? ველამ წარმოვიდგინე, რომ ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს გქონდა უფლება განგვეხილა, გვეკრიტიკებინა და პლუს ამას ჩვენი აზრით აგვეფიქსირებინა, მე ესმინდა,
ჩემს მინდაზე და ჩვენს მინდაზე რო არ იყო ეს ყველაფერი და დედა ეკლესიას რომელსაც ამ საუკუნოვანი ისტორია აქვს არ ვაცადეთ და არ ვაცდით მთელი იმდენი ხანი მთელი ერი გლოვობდა უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს და ამ დროს იმ დოზის პატივისცემა არ გაგვაჩნდა თურმე ამ ადამიანის რომ დედა ეკლესიის ნდობაც არ გაგვაჩნდა საიმისო რომ დაგვეცადა პროცესებისთვის და ჩვენი მინდას მიხედვით არ გაგვესაზღვრა და არ გვეკრიტიკებინა ესე თუ ის სასულიერო პირი. ბატაშორის ეს თემა ანუ საზოგადოებას ვინ მიაწოდა რამდენიმე ადამიანმა მაღალმა იერარქმა რომლებმაც წესით არ უნდა ანუ წესით ესეთი ასე რომ თქვენ მესიჯ ბოქსი არ უნდა გაევრცელებინათ აი ამ სენსიტიურ საზოგადოებაში რომელიც აი აბოთფილელის მარტვილობის ტექსტში რო არის ხო აი ქარი რომ დაუნიავებს ლერ წამს და ეს ეგრევე რო იცვლიან ხო წმენებს აი მე ახლა ხალხს არ ვაკრიტიკებ მაგრამ ეს ტიპი რომელსაც შეუძლია გააკეთოს Facebook-ის page-ების ისა ლაიქების მოსამატებლად რომ ვინგსუს პატრიარქად და ლაიქების გამო იბრძოლობს ხო ის მახინჯის საზოგადოება არის და მეორე როდესაც თხოვ შენ საპატრიარქო ჯერ საპატრიარქოს აი ამ არჩევნებში რაც გაკეთე და ეგეც აი უკიდურესი ღიაობა იყო და მე მიკვის აი ამ ლიბერალების რომლებიც პროდასავლურად თვლიან თავს და ნუ ძალიან ერუდირებულად მიაჩნიათ მაგალითად კათოლიკური ეკლესია ნუ მეც მიმაჩნია იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ეკლესია არის იდეოლოგიურად და ასე შემდეგ კი მაგრამ პაპის არჩევნები ვის უნახავს ცალითვალით მაინც იქ კარები იხურება და ძე ხორციელი ვერ შეაღწევს იქ რომელი ჟურნალისტებზე არის ლაპარაკი და ეს აი ვინც უსმენდა მე სპეციალურად უსმენდი ტაბულას ჩართვას ვაიმე ეს არ მოვა ვაიმე აი ჯერ შვილო სათხარ გაზრდილი მეორე სათხარ ხომ და იცოდე ანუ ყველაფერს აქვს თავისი ეტიკეტი ნუ ეხლა იმედი ჩვეულებრივ რავია ეს მგონია რომ რაღაც კარგი არის, კაია რომ იქცა საპატრიარქოს ტიპის ტელევიზია, კარგია. პირველმა არხმა ჯანსაღი ფილმები გაუშვა, აი მაგალითად ქეთემან წამებულის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ხალხი ანუ ზოგი უნდა დააბადა, უნდა აყურებინო, აი მაგალითად თუ არ კითხულობს ვინ იყო ანთიმოზივერიელი შეიძლება ბევრმა არ დაგუკლოს. უყურეთ მაინც კარგი ფილმია გამოცემული და უყურეთ ეს გადაიღეს 90-იანებში მე მგონი უყურეთ ხო ეს იმ საზოგადოების გასაგონად ვისაც ციგნის დანახვაზე ალერგია ემართება და აპოკლავს და აყრის. აი თან საპატრიარქოს დადანაშაულებდნენ რომ აი სრულად არ გადასცეს ის რა ქვია არჩევნები თორემ აი მაგათი წინაპრები რასამო კონკლავზე რა ქვია გაიზარდნენ კონკლავის არჩევისას და წარმოიდგინეთ რომის პაპი ირჩევა მიდის ნუ რა ქვია ვატიკანში კრება იქ კარდინალები ირჩევენ პაპს და ამ დროს ქართული ჟურნალისტების რეაგირება მოიცადეთ ჩვენ თეთრ კვამს ვუყუროთ შეგვიშვით ანუ ესეთი რაღაც არც ერთ ეკლესიაში არ ხდება, კაცო, ეკლესიის არჩევნები ნიშნავს იმას, რომ დახურულ კარს მიღმა უნდა იყოს ის არჩევნები. და მეორე, აი ყველაზე ძალიან შემაშფოთა და აი გავღიზიანდი რაზე, აი სულ ბოლო ბრალდება იმისი მეუფეშიოს რუსობის, ხო? ლევან ვასაძე რო იყო მისული დელეგატებში, ესე იგი არის პატრიარქი შიო რუსული და ეს კრება არის მთლიანად რუსული. კაცო, მანამდე მუხლებს იხოკავდი ზოგიერტთან, ხო? რაღაცები ჩვენც ვიცით, ხო? ისეთი რომელზედაც ლაპარაკი ჯერ არ მინდა, მაგრამ დრო დადგება და მეც მოვაღებ პირს. საჭიროებისავე, მაგრამ ეხლა ბატონი ლევან მასაძე რომ მიდის იქ, ხომ, ჯერ ეს ადამიანი არის ეკლესიებს სტიქაროსანიც არის მე მგონი და აქტიურ მსახურებაში იღებს მონაწილეობას და მაგალითად მეგობრობს გიორგი გვასალიასთან და ნუ ასე შემდეგ ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო თეოლოგთან და თვითონაც ბევრ კარგი რაღაცას აკეთებს, ხო? მაგრამ ეს რომ თქვა, შენ უკვე ხარ
დუგინისტი, პუტინისტი, კრემლისტი, იმისტი, ამისტი და აი მე შენ გიჩნდება გაცდა რომ ეხლა ამდენი რაღაცას რომ მეუბნები. იმისტობა და ამისტობა არ დამთავრდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენთვის ეხლა რანისტები არიან, ეგ ცოტა კარგად ვიცი, მე ეხლა მაინც ლეხანოვზე გაზრდილი ბიჭი ვარ და საჯაროდ არ ვიტყვი, ეხლა რაისტები არიან, ხო? და ამდენად რა ვიცი ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს აქვს ძალიან რთული თემა. თან უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ მისი ასე რომ ვთქვათ, ჩვენ რაც გავიგეთ, ფსიქოლოგიური მოცემულობა როგორი არის. კონსერვატორიაში ძალიან წარმატებული ადამიანი იყო, რომელსაც ჰქონდა ძალიან ძლიერი მუსიკალური მომავალი. და მე უფე ეხლა ნელა გადავარ ინტრონიზაციაზეც და მე ბოლოს ჩვენ თემა. ეს ადამიანი მიდის და ამ ადამიანმა ახსენა შიო მღვიმელი. ანუ შიო მღვიმელის ვიწყარ. ანუ ეს ჩამოთვლილი სახელები კი არ არის. ეს არის მისი იდენტობის ნაწილი. იმიტომ რომ მე უფე შიო სამეგობროსთან ერთად წავიდა ერისკაც ჩვეულებრივი მონასტერში დარჩა და დარჩენას არაპირებდა და დარჩა და აღიკვეცა ბერად. შიო მღვიმე საქართველოს ეკლესიებში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესია მთელს შუა საუკუნეებში, ანუ დღეს როგორც არის, მასე არ იყო შუა საუკუნეებში. შიო მღვიმის მონასტერს ჰქონდა განსაკუთრებული სტატუსი, ის არ ემორჩილებოდა ანუ საქართველოს პატრიარქს. ქონდა სრული ავტონომია და ერთ-ერთ წერილში არის რომ ჩვენ იმიტომ მოიხსენიებთ პატრიარქს რომ ის გვაძლევს მირონს. უბრალოდ ამიტომო. იმიტომ რომ შიო მღვიმე, ანუ მაშინ მონარქია იყო, მეფეები იჯდნენ და ამ მეფეებს ჰქონდათ რაღაც საკრალური დამოკიდებულება შიო მღვიმის მონასტრისადმი. მონარქებმა მისცეს სრული ავტონომია. მერე მოხდა მთელი ამბები მონარქია დაიშალა და საქართველოს გაცამტვერდა და ეს იდენტობა თავზე დაგვეხია, მაგრამ შიო მღვიმის მონასტერს მაინც შერჩა განსაკუთრებული დამოკიდებულება. მეტიც პირველი ესეთი მნიშვნელოვანი ტექსტი, რომელიც აი წარმოიდგინეთ, თლიან საქართველოს ეკლესიას აქ ტიპიკონი ნიშნავს, რომ აი ახლა ეკლესიაში რომ შედიხარ და რასაც ისმენთ, ის ყველაფერი წერია. მღვდელი როგორ უნდა შევიდეს, ხმადაბლა უნდა თქვას, ხმამაღლა, რა დროს რა უნდა თქვას და ასე შემდეგ. მაგ ყველაფერს ქვია ტიპიკონი. ხო და მთელ საქართველოს ჰქონდა გიორგი მთაწმიდელის ტიპიკონი. და მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებლის სურვილით გადაწყდა რომ შექმნილი იყო შიო მღვიმის ტიპიკონი. ანუ მონასტერმა თავისი ტიპიკონი გაიწესა რა, რომ ეს ჩვენი ესეთი გვინდა რომ იყოს. და პირველი ტიპიკონი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოში გამოიცა, იყო შიო მღვიმის ტიპიკონი, რომელიც სხვათა შორის წინამძღვარმა იჩქარა. და ეს ვინც წერდა აი ამ ხელნაწერს და ვინც მუშაობდა და აჩქარა და ვერ დაურთო სამეცნიერო ვარიანტები, რომელიც სხვათა შორის ეს ხელახლა არის გამოსაცემი, უმაგრესი ტექსტი არის. და წარმოიდგინეთ ესეთ ადგილას მიდის და იხვეცება ბერად. ანუ ის არის ასკეტი. ჩვენ ეხლა ვართ მიჩვეული რომ აი ილია მეორე უძლიერესი საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით უძლიერესი პოლიტიკოსი იყო. მე უფე შიოს ეხლა ბევრსა განცდა რომ აი რატო არ არის ესეთი აქტიური. ანუ რას ველოდებით? დანიელ, უკვე უწმინდესი, მაგრამ მეც მქონდა რაღაც დოზით ეგ განცდა, სიმართლე რო გითხრა და ხო, მქონდა, რა ვქნა, აღიარებული. ტევე პირველზე რატო არ ზის ხომ ხალხს ეგ განცდა? არა, ეგ არა. ეგ არა, რა თქმა უნდა, ეგ დამოკიდებულება არ მქონია. ტიპიური ასკეტის მახასიათებელი არის, ანუ ჩვენ როდესაც ჩვენ უკეთესად ახსნი ხა აი, როდესაც ვკითხულობთ ჩვენ მაგალითად ეს შიო მღვიმელი და მთელი ეს ასურელი მამები მოდიან სირიიდან. ეხლა ბევრს რომ წერია და იმ კონკორდატში სხვათა შორის არის ერთი სიტყვა ჩასასწორებელი, რომ საქართველოს ევროპული ქრისტიანობის ნაწილი არის, სირია რომელი ევროპა არის. წმენა მივიხეთ იერუსალიმიდან. მერე შიო მღვიმელის ასურელი მამები საიდან მოდიან? ბრიუსელიდან ხო არა, სირიიდან, ხო?
და სირია იყო ძალიან ასკეტური სივრცე, აი თეოდორიტე კვირელი ფილოთეონ ისტორია იმაში სათნოებად მოყვარეობის ფილოთეონ ისტორია ესე ქვია, სათნოებად მოყვარეობის ისტორია, სადაც აღწერილია სირიელი მამები. სრულიად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობენ, განმარტოვებით ხალხისგან და ეს არის ასკეტის ფსიქიკა, რომ იყოს განმარტოვებული მასისგან, საზოგადოებისგან, რომ შენ როდესაც იყვეცები ბერად, ის კი არ არის მარტო ცოლი არ მოიყვანო და ბიზნესები არ გქონდეს, არა, მარტო მყოფელობა არის და მარტო მყოფელობაში წვრთნა. დღეს ცოტა განსხვავებული არის ასკეტური სივრცე, ბერებს ჰქონდათ მაშინ და გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში არის აღწერილი, ვირი ცხენი როგორ დაეცვალათ გზაში, ძლივს იპოვეს მეორე, რაღაც და ნავს ქირავდნენ და მთელი ამბები. მოკლედ, ეს არის ასკეტის მახასიათებელი. და ჩვენ აი რამდენიმე მღვდელმაც აღნიშნა, აი უხეში ხასიათი აქვს იმან, რა ქვია, ნაციონალების მხარდამჭერი რო არის ეს. აი ყველაზე ძალიან არ მომეწონა მაგის ერთი ფრაზა, არსად დამიწერია და ცოლიანი მღვდელი ასწავლისო სასულიერო სემინარიაშიო ასკეტიკასო. ეს თემა ეხება ასკეტიკას, ანუ მე უფეში ვარ ტიპური ასკეტი, ხო? და მამა მაქსიმე ჭანტურია გვასწავლიდა ასკეტიკას, მაგაცმა შემაყვარა ასკეტიკა. და კაცო ლექციებს რო ისმენდი, მაშინ ნორმა იყო და ეხლა უცბად რაღაცა განათლდი და ეგრე არ არის, ხო? და ყველაზე მნიშვნელოვანი მეორე ეტაპი, რაც ეხლა მინდა ავხსნა, ხვალ არის პატრიარქის კურთხევა. ნებისმიერი, ვინც არ უნდა გამხდარიყო, ან ვინც არ უნდა აერჩია წმინდა სინოდს, ანუ სიმბოლოები დაემთხვა ალბათ ღვთისგანგებით, ხომ? რომ ჯერ ჩვენი უწმინდესი მიიცვალა ქრისტიანობის, ასე რომ ვთქვათ, მიღებიდან 1700 წლის თავზე, ეს ქრისტიანობის მიღება ვინც არ იცით, რომ აი წმინდანი რომ შემოვიდა, რომ დავივიწყეთ ძველი რწმენა, რომ მივიღეთ, მაგას აღნიშნავთ წელს, თუმცა რა ქვია ეს ჭორიკანა თეოლოგები, იმ წელს შეიძლება არ ყოფილიყო, ხო? ანუ ყველაფერში პოულობენ რაღაცებს. მიყვარს ეს სერიოზულად რომ საუბრობ და უცებ გადაუხვევ ხოლმე ჭირდება ზოგჯერ მაყურებელს ესეთი გადახვევები და კაი მადლობა. საერთოდ აი ხვალ ნახავთ რა მოხდება, ხვალ ჯერ დავასრულებ. 1700 წლის თავზე ვირჩევთ ახალ პატრიარქს. იმ სამი საპატრიარქო კანდიდატიდან ვინც არ უნდა ყოფილიყო პატრიარქი, ყველა იტყოდა რომ 12-ში იქნება აღსაყდრის პატრიარქის ინტრონიზაცია, ანუ აღსაყდრება, კურთხევა პატრიარქად. რატო? იმიტომ რომ სამოციქულო სტატუსი, როდესაც ჩვენ გვაქვს იმიდან გამომდინარე, რომ მოციქულთაგან რამდენიმე მიქადაგა ჩვენთან და პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ანდრია მოციქული. ეხლა ხვალ ყველა დაელოდეთ ერთ ფრაზას. ანდრია მოციქულმა საქართველოში არ იქადაგა და ეს არის გვიანდელი აპოკრიფული ცნობა. ამას იტყვის ნებისმიერი თეოლოგი და უცბად გაგიჩნდეთ კითხვა ესეთი. იგივე ტექსტი, ანუ იგივე აპოკრიფი, ოღონდ პეტრე მოციქულის შესახებ. თუ რელევანტურია კაცო რომის ეკლესიისთვის, ანუ ახალ აქტმაში არსად არწერია, რომ რომი მოაქცია პავლემისა პეტრე მოციქულმა. და ერთ-ერთ კათოლიკე მღვდელს რომ შეეკითხეს თანამედროვეს, აი რომ არ იყოსო პეტრესიო ეს ეკლესიაო, მაშინო კათოლიკური ეკლესია როგორი იქნებოდა? მას ფსიქიკური ბაზისი არ ექნებოდაო. ხალხო, ჩვენ ამასაც გვაცლიან, ანუ ექვთიმე ათონელმა თარგმნა მე-11 საუკუნის მიწურულს მე-7 საუკუნეში დაწერილი დავით პაფლაგონელის მიმოსვლა ანდრია მოციქულისა. მე-7 საუკუნეში, რომელიც რა თქმა უნდა მანამდე შეაჯერა ყველა სხვა ტექსტი. ეხლა დავით პაფლაგონელი მე-7 საუკუნის მოღვაწეს რა მუღამი უნდა ჰქონოდა იმისი, რომ აღექწერა, რომ ანდრია მოციქული მაინც და მაინც ჩავიდა აწყურში. აი, მაშინ სოსანგეთი წერია იმ ტექსში და ლეონტი ბროველის მიხედვით სოსანგეთი იგივე არის აწყური. სოსანგი ანუ აწყურში რომ ჩადის, დავით პაფლაგონელს, რომელიც სირიაში მოღვაწეობდა, რა მუღამი უნდა ქონოდა ამისი. ანუ მანამდე არსებობდა ხო ის მეხციერება. აი, ერთი საინტერესო ვიდეო არის, ყველა მოყურეთ, ძალიან გთხოვთ და მე ანუ
პავლი ზურაბიშვილის ერთ-ერთ ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტს რო ესაუბრება და ის არის დაინტერესებული ისტორიის საკითხებით და მან ზუსტად იცის როდის მოღვაწეობდა თამარ მეფე შოთა რუსთაველსაც იცნობდა აი საიდან იგონებენ ესეთ რაღაცებს არ მესმის აი საიდან ნანახი გააქვს ანდრია მოციქულმა არის საუბნა არ იქადა გააქვს ანუ ნანახი გააქვს ესე იგი რა გამოდიხარ აი ხო გეუბნებოდი და რა მინდოდა ამ ისტორიის და კულტურის კვლევების მიმართულებით უნდა წავსულიყავი ფსიქოლოგად რამდენი სამკურნალო არის ძალიან ბევრი განსაკუთრებით თეოლოგებთან მუშაობა ყველაზე ძალიან მიყვარს აი საოცარი ხალხი არის ისე 4 წლის განმავლობაში რაღაც მოღვაწეობა მქონდა ამ ხრივას და ნუ საკმაოდ საინტერესო შემთხვევები მქონდა ამ კუთხით ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არის და ანდრიას მოციქულის ხსენების დღეს რომელმაც მან გაავრცელა ქრისტიანობა იკურთხება პატრიარქი და რატო აი რატო ახალი პატრიარქი შიო რომელიც საკმაოდ განათლებული არის და თეოლოგიის დოქტორი არის სხვა სამ კანდიდატთან იმ ორ კანდიდატთან ერთად მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი საკმაოდ განათლებული ადამიანები არიან ყველა ერჩევდა 12-ში და რატო იმიტომ რომ ეკლესიის არსებითი ფუნქცია არის მისიონერობა ეხლა ის მგდლები შენ უნდა შენ კი არ უნდა მიხვიდე მრევლი შენს გარშემო შენ თვითონ უნდა შემოიკრიბო ეს არის ქრისტე რასეუნება რომ იერუსალიმში დარჩი და არიქა ხალხი თქვენთან მოვა არა წადით და მოიმოწაფეთ ყოველი წარმართი უქადაგეთ ყველას რა ქვია ყველა ენაზე ეს და სულიწმინდის ნიჭი რო გამოვიდა საქმე მოციქულთაში მე-11 თავში რო არის აღწერილი რისთვის გადმოვიდა რომ ყველა ენაზე დაიწყესო ლაპარაკიო თარგმნელობით მოღვაწეობას ეწეოდნენ არა მისიონერულ მოღვაწეობას ხო რომ ყველა ენაზე გავრცელებულიყო ღვთის სიტყვა და ეს სიმბოლოც ჩაიდო აი ამ ახალი პატრიარქის კურთხევაში და ძალიან რთული ანუ სამოციქულო სტატუსი და ეხლა ყველას რო გონია რომ ქრისტიანობის ტარება არის მარტივი ნუ ეხლა ბევრს გონია რომ ეხლა ლეგვის მურაბას რომ მიიტანს ან მარილს ან იმას ზეთს შესაწირად არიქა მიეტევება ყველა ცოდვა არ არის ხომ ასე ეს ქრისტიანობა არის ყოველდღიური ცხოვრება მოყვასის დახმარება და ასე შემდეგ საკუთარ ეგოიზმზე უარის თქმა ამოგისმენთ ეხლა თან არ მინდა ეტაპობრივად საინტერესო კითხვები გამოტოვო ხოლმე ესეთი არა უნდა გამოტოვო პირიქით უნდა შემაწყვეტინო ხო რატო იცი აუცილებელიც არის დინამიურობისთვის რომ იგრძნოს მაყურებელმა რომ ჩვენთვის არ ვსაუბრობთ და მათთან ერთად ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე. მემელი არის თორე მე ჩემთვისაც ვიცი და თეკლას ჩვენ უნდა ვსაუბრობთ და გემრიოთ ვიჭუჭუკებთ ისედაც შინაურულად აი ესე რო არ დავსხდეთ ეხლა ხო ლაივში და ამიტომ ესეთი კითხვა იყო დამახინჯდა თუ არა ღვთის სიტყვა ქრისტეს შემდეგო ალბათ ამ საუბრების შემდეგ ეს კითხვა გაუჩნდა ამ ადამიანს რატომ არ ვიცი მაგრამ მინდა რომ უპასუხო რა. რა თქმა უნდა დამახინჯდა მაგრამ ქრისტიანობის მთელი არსი რა არის ღვთის სიტყვა რითი დამახინჯდა ამდენი ერესი გაჩნდა ანუ პირველი ანუ ახალ აღთქმაშივე არის აღწერილი ერესი რომ გაჩნდა ანუ ქრისტიანობა არ არის როგორ თქვა უპრობლემო რელიგია რო არ იქ ამ მღვდელი რას იტყვის ის არის ჭეშმარიტი არა პირიქით ღვთის სიტყვის დამახინჯების გამო განვითარდა ეკლესია ინსტიტუციურად ნახეთ პირველი ნიკეის სოფლიო საეკლესიო კრება ნუ ეხლა ყველა გვიანდელი იმითი იცის და ერთი ფაქტით რომ ნიკოლოზმა რომ ჩაარტყა კვერთხი არიოს არა და ნიკოლოზი საერთოდ არ არის მოხსენიებული ნიკეის კრების ისტორიაში ხომ შეუძლია წაიკითხონ თეოდორი და კვირელი და ასე შემდეგ სოკრატე სქოლასტიკოსი ჰერმია სოძომენი საერთოდ არ არის დახსენები ბოდიში წაცდენისთვის მაგრამ ერთი ასოს გამო მოიწვიეს რეალურად ნიკეის პირველი საეკლესიო კრება რომ ქრისტეს აღსანიშნავად ეხმარათ ჰომოუსიუსი თუ ჰომოიუსიუსი ანუ ერთი ასოს გამო იმიტომ რომ ის ერთი ასო ცვლიდა მთელ შინაარსს და ეს ღვთის სიტყვად როგორ გამოვლინდებოდა და ჩვენი მიზანი რა არის რომ ღვთის სიტყვა რა არის ტექსტი ანუ ახალი აღთქმა მთელი ქრისტიანული თეოლოგია რა არის ეხლა თეოლოგები რაღაცას რომ სტატიასთვის რომ წერენ ეგ არ არის თეოლოგია ანუ კი ეგეც არის თეოლოგია მაგრამ
რა არის ახალი აღთქმის მიხედვით ინტერპრეტაცია რაღაც გარკვეული ტექსტების. მთელი ეკლესიის ისტორია და კულტურა არის ეგ. ანუ სამების ტაძარი რომ დგას და ვიღაც ნახატები რო არის ეკლესიებში და ხელნაწერი, ეგ არის ახალი ტექსტ, ახალი აღთქმის ინტერპრეტაცია, ხომ? ნუ თავისთვის რაღაცა არ იქნება. და ამ ინტერპრეტაციის პროცესში მნიშვნელოვანია ჯერ ცოდნა და მე ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი გააზრება. ხომ? სწორად. და თქვენ უგონიათ რახან ანაფორააც ვიავშიო ის არის ნუ რა ისიც კაცოლებრივი ადამიანი არის ისიც ცდებიან ხო მთელი ეკლესიის ისტორია მღვდლების შეცდომებზე არის აგებული აბა ერეტიკოსობას და ანუ ერესების შექმნას ისინი კი არ იწყებდნენ ეხლა რო არიან თუნდაც მეც ეხლა ერისკაცის თეოლოგია ეგეთი რაღაც არ არსებობდა ხო ადრე ერთადერთი ორიგენე იყო და იმანაც გარეკა მაგრამ თავარი ის არის რომ აი იმ ორიგენედანაც ეკლესიის мотиваცია რა არის ის ორიგენე რომელიც იყო ნუ ერეტიკოსი ბასილი კესარიელი და გრიგოლ ნოსელი ქმნიან ძალიან ავთენტურ და მნიშვნელოვან ტექსტს ანუ ღირებული რაც არის ის ამოიღეს ეხლა როგორც ანუ თუ დააკვირდებით პატრიმეს სინოდის მიმდინარეობის და რაღაც წამოცნენები ფრაზები დაჯექით ეხლა ხო ნუ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხომ? და მე ვფიქრობ, რომ ღვთისმსიტყვა კიდევ უფრო რო გაძლიერდეს და მეუფეშიოს ძალიან მაგარი საქმე აქვს დაწყებული, ეს არის წმინდა მამები თანამედროვე ქართულ ენაზე. იმიტომ რომ მეც აი ისე ვიყავი, რომ ძველ ქართულად უნდა ვიკითხოთ, რა არის ძველ ქართულად? ახალ ქართულ ზვერიგებენ კი არა და ისიც ეზარებად. წაიკითხე რომ გინდა რაღაცა შენი აზრი რომ დააფიქსირო სადღაც და შედამპალო შესაძლოს კომენტარებში რო წერ და ვინ დაწერა იგივე კიდე იმას უყურებ კაცო წაიკითხე ის კი არ გიკმენს კარგი არის დროს არ კარგავ და დრო არ მაქვს რო იციან რა ძლია დრო არ გაქვს სკროლვისთვის ხო გააგდრო წაიკითხე რა მშვენიერი ტექსტი არის ბასილი კესარიელი გამოსცა ეს მეუფეშიოს ლოცვა კურთხევით გრიგოლი ღვთისმეტყველი კიდე გრიგოლ ნოსელი მაქსიმე აღსარებელი ანუ კარგი ტექსტები ყოველდღიური ტექსტები არის რაც გჭირდება და არა ის ეკლესია არ არის წარსულში იყო ზოგმა იცი შუა საუკუნეებში ჩარჩენა რასაო თანამედროვე დრო ხო ყვავის ეს ხალხი მაგიჟებს, ვისაც ეკლესიური გონია საკუთარი თავი და მე მეუბნება რომ შუა საუკუნეებში ჩარჩენილი ხარო, როდესაც შუა საუკუნეებში შეიქმნა ეს ეკლესია. ანუ ძველი ქართული ტექსტი ლოცვაზე რომ მიდიხარ და რო გსიამოვნებთ იმისი მოსმენა და ზუგს უკანას რომ ჭორავთ, იმიტომ რომ ნაწილი გაუგებარი არის, ხომ? ეგ ძველი ქართული ეკლესიიდან, ხო, და ნუ საქართველოს ეკლესიაში ხდება მარტო ისეთი რაღაც, როდესაც მრევლის შუა წირვაზე ლაპარაკობს. იმ დაქალმა რაქნა ამან რაქნა იმან რაქნა კაცო ვისთვის მიდიხარ უნდა უსმინო ანუ რას ლაპარაკობს და შენ ყოველდღიურობაში გადმოიტანო ნუ ეს საკმაოდ რთული თემა არის იმიტომ რომ ძველ ქართულად არის და ხალხს უკვე აღარ ესმის მასას იმიტომ რომ არ კითხულობს და სკოლაშიც ახალგაზრდა თაობას ცუდად ასწავლიან რა ამ ტექსტებს და მე მაგაზე ცალკე ვიტყვი ლიტერატურის შესახებ რა პათოლოგია გვჭირს ჩვენ ანუ ჩვენთან არის გამოყოფილი ესეც ეკლესიის თემას ეხება და განათლება სკოლაში რომ აი უნდა ისწავლოს ქართული ლიტერატურა და ენა ოღონდ შუშანიკის რა ქვია ბასილი იმისი და მთელი ჰაგიოგრაფიული ტექსტი ბავშვმა უნდა ისწავლოს თანამედროვე ქართული ენის გრამატიკასთან ერთად რომელიც შემხებლობაში არ არის აკაკი შანიძემ რო დაწერა ძველი ქართული ენა შესავალი ტექსტი მან თქვა რომ ეს არის ნუ ჰიპოთეზური მონახაზი ეს მაინც ასწავლეთ კაცო ბავშვებს და ძველი ქართული ლიტერატურა კიდე ცალკე უნდა ისწავლებოდეს ნუ სამწუხაროდ ეს აი ამას ყურადღება არ ექცევა იმიტომ რომ მთავარი არის ბავშვმა ისწავლოს ინფორმატიკა კი არა და ეს ციფრული ტექნოლოგიები მენეჯმენტი მაგრამ ერთ დღეს ვიღაც უცხო ხო კიდე ხო არ არის კითხვა
ხონა მაგ მოდერთან ძალიან გთხოვთ უღმესი მადლობა რომ მეხმარებით და გვერდით მითხართ მაგრამ კითხვები კრიტიკულიც რო იყოს თუ შეურაცხყოფელი არ იქნება არ დაუბლოკოთ კრიტიკული კითხვები მიყვარს მე ყველაზე ძალიან თავარია ზრდილობის ფარგლებს არ გაცილიდნენ და მე ხა მოხსენი რამოდენიმე ადამიანს კითხვები გქონდათ და ქაჯანასაც ბლოკიედო და ამიტომ მოხსენი და კითხვა დაწერა ესეთი გთხოვთ აგვხსნასო აქციოს სადაური ქართულიაო შეიძლება კრიტიკულიც იყოს მეც პრობლემა მაქვს მაგ სიტყვასთან დაკავშირებით არ არის აუცილებელი აქციოს ღირსია ქართულად ხო შეიძლება თქმა ან იყავნ ეს არის ძველი ქართული ანუ ამინ არის ბერძნული შუა საუკუნეების საქართველოში ხმარობდნენ იყავნ ეს იყო და მე ნუ რა ქვია რაღაცების გამო ნაწილმა ვერ გაიგო და ეს ამინ შემოიტანა ჯერ ამინ არასწორი ამენ იყო მაგრამ ეს ქართული ფილოლოგებისთვის ყველაფერი და იქ ცალკე პათოლოგიური შემთხვევები არიან კაცო ყველაფერს ხსნიან იმით შენ რითი ხსნი აი აღდგა თუ აღსდგა მოდი რა ჩახედე რა იმ ძველ ქართულ ტექსტს მაგაზე ძალიან კამათი დაიწყო ბოლო 2 წლის განმავლობაში ავტომის დღეებში იყო მაგაზე არც მე არ მომწონს ამ ნახე რადგან შენ თვითონ ნახსენი ესეც მინდა თქვა სულ ახლახან იყო ქრისტეს აღდგომის დღესასწაული კიდევ ერთხელ გილოცავ თითოეულ თქვენთაგანს ქრისტეს აღდგომას ბევრს არ დაუწერია სხვათა შორის აღსდგა სხვათა შორის ძალიან ბევრგან სოციალებში მევაკურდებოდი შარშან უფრო იყო ეგ ტენდენცია ჩხუბობდნენ ერთმანეთში კომენტარებში აღსდგა იყო თუ აღდგა იყო და ეს გავეცნოთ უდაბნოს მრავალთავს გავეცნოთ კლარჯულ მრავალთავს შატბერდის კრებულს მსგავს ძველ ქართულ ტექსტებს და ვინმე თუ იპოვა ხმას აღარ ამოვიღებ ცხოვრებაში, მაგრამ არ არსებობს ეგეთი რამე, მაგრამ ქართველი ფილოლოგებს მიეჩნიათ რომ დასაშვებია. ვაიმე! მაგრამ მილოცვის დროს მე მგონი არც ერთია და არც მეორე, მაინც და მაინც თუ მივილოცვა უნდათ ერთმანეთისთვის. და ერთმანეთის დასაჭმელად თუ გამოიყენებენ, კი არა შეიძლება მძიმე არ მოეწონოთ. რაღაცას რო ევედრები ღმერთს, უნდა ევედრო სწორად. რაღაცას როდესაც ამბობ მე გაუგებარ სიტყვას როდესაც ამბობ და არასდროს ნუ რა ვიცი ერთი ასოს გამო მოხდა ნიკეის კრება და მოდი რა ესე კრიტიკულად მიუდგეთ ესეთი კრიტიკული არის მართლმადიდებლობა აბა კიდე კრიტიკული კითხვები მინდა საინამო კრიტიკულ კითხვებზე გადავალთ მოდი დასკონთი ნაწილი გაკეთე ამ ყველაფრის და რასაც ახალს ვაპირებთ ეხლა და რაც იახეც უნდა გქონდეს მე და შენ და რა პროექტსაც ვაპირებთ მე უკვე მაგაზე გადავიდეთ ისე გავაკეთოთ და ის დავსვამ პატარა მონახას გავაკეთებ მე უკვე შენ შეადგენ თლიან ბირთვს რომ მოვჭრა ის და ანონსის სახით გაუშვა და რას ვაპირებთ ეს გეგმა რომ ლამაზად შეიფუთოს დასკონთი ნაწილი გავუკეთე ეხლა რასაც ვსაუბრობთ ამ თემაზე შეჯამება გავაკეთოთ და მე უკვე გადავალ პირველი ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ საქართველოს სრულიად ახალ რეალობაში შედის ბევრი გამოწვევების წინაშე, ბევრი პრობლემების წინაშე და მე დარწმუნებული ვარ რომ როგორც სხვა არაერთ შემთხვევაში საქართველოს ეკლესია არაერთ პრობლემას გამკლავებია და გაუმკლავდა, რაც თავარია საეკლესიო სივრცე სიცოცხლის უნარიანი არის, ინტელექტუალურად ძლიერი შეუძლია გახდეს და ფიქრობ რომ მომავალში კიდევ უფრო გამოჩნდება ის დაკონსერვებული პრობლემები, რომლებიც აი ამ ილია მეორის ავტორიტეტის გამო უბრალოდ დაფარული იყო და ამაზე არავინ არ საუბრობდა. პირველ რიგში ეს არის იდენტობის პრობლემები, ეროვნული იდენტობის პრობლემა, ცნობიერება თუ როგორი უნდა იყოს ის არ არის აუცილებელი მე აქ არ უმიჯნა პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით კონსერვატიული იდეოლოგია ლიბერალური არა ეროვნული იდენტობა ანუ ჩვენ თვითონ თუ რა ბაზის ვფლობთ აი ჩვენ რა რესურსი გვაქვს იმისი თუ როგორ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ჩვენ თვითონვე ეს ეროვნული თემატიკა და ეს არ ეხება მხოლოდ აი ამ კონტექსტს რომ საქართველოს იყოს რაღაც გამოკეტილი ხომ ეროვნულობა ეს არის საკუთარი თავის დანახვა სხვებში სხვა ეროვნებებთან მიმართებაში რომ ძლიერი თვითიდენტობის მქონე სახელმწიფო თავის ეკლესიასთან ერთად ქმნის ძლიერ ბირთვს ერთიანი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის მაგალითისთვის
როდესაც თამარის დროს იყო ოქროს ხანა, იმიტომ იყო ოქროს ხანა, რომ ნიკოლოზ გულაბერიძე შეეძლო დაეწერა ტექსტი, რომელიც გულისხმობდა ერის საზეპუროს ცნებას. ანუ ნიკოლოზ გულაბერიძემ რო თქვა, რომ ეს არის რჩეული ერი და კრიტიკულად მიუდგა ამ ერს, გააკრიტიკა. და აი ამის შედეგად ჩამოყალიბდა ოქროს ხანა და როდესაც ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენ თვითონვე დავასამარეთ, მაშინ დასრულდა ფიზიკურად საქართველო და ვიმედოვნებ, რომ მე ჩემ წვლილ შევიტან და ეხლა მოდი ბარემ ნიუსზეც გადავალ, აი ამ თემატიკის შესახებ თეკლა იქნება მოდერატორი და მე ჩემი ყველაზე საყვარელი თემა არის ეროვნული იდენტობა. რა განსხვავება მაგალითად რა ცნება არის ეროვნულობა, რა ცნება არის ნაციონალიზმი, ნაციონალური იდენტობა, რა ცნება არის გლობალიზმი, ეს რომ გვესმის, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც ჩემმა მრჩევლებმა გამოხატეს, თორემ მე ამ თემით ისედაც ჩემთვის ვარ დაინტერესებული და ამის შესახებ ვაკეთებთ ცალკე ბლოგს და ვიწყებთ აი აქტიურ მუშაობას, რომელიც განხორციელდება ქალბატონი თეკლას, ასე რომ ვთქვათ, მითითებებით, შეგონებებით, იმიტომ რომ მე ცოტა მიჭირს ხოლმე ორიენტირება ერთ თემაზე და თეკლამ მაორიენტაცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ მე არ ვამაყობ ეხლა ჩემი დიდებული განათლებებით, მაგრამ მე მაგ მედიევისტიკაში მიღებული განათლება თეოლოგიაში და ისტორიაში, ვფლობ ასევე დასავლურ ტექსტებს ნაციონალიზმის შესახებ, რომელიც თავის დროზე უნდა განმოკოპირდეს, ეხლა საქართველოში კი მუშაობენ ეროვნულ თემატიკაზე, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით აქტუალური, რომელიც არის ჩვენთვის და მართლა კრიტიკულად მიუდგებით ამ ყველაფერს, ამის შესახებ ვიწყებ ბლოგს და იმედი მაქვს თქვენი თქვენთვის ვაკეთებთ, თორემ ჩემთვის ყველაფერი ვიცი. და თქვენი ჩართულობის იმედი მაქვს და რაც უფრო მეტი დისკუსია იქნება, რაც უფრო მეტი კრიტიკა იქნება და რაც უფრო მეტი აზრი იქნება და საწინააღმდეგო, ჩემთვის მით უფრო კარგი არის, იმიტომ რომ მე ჩემთან ვამუშავებ ამ დროს. უნდა იყოს აზრთა დუღილი, ეროვნული იდენტობა არის ის საფუძველთა საფუძველი, რაზეც და მადლობა ნათიას კიდევ. ხო, ქალბატონი ნათია ყავს გენერატორი იდეების, ჩემი მეგობარი და უკვე დანიელსაც გავუზიარე მეგობრობა მასთან, ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ხოლმე ობიექტურად. ნათია რო არ ყოფილიყო ამ თემას არ დავიწყებდი მე არასდროს და შეგონება რამდენ ხნიანი იყო, რა პროცესი იყო, ერთი კვირა მაინც მოგვინდა, რომ დანიელეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ნახე, მე ყოველთვის კითხულობ ხოლმე. ის რაც შენ ისწავლე, გასაგებია, ლექციებს კითხულობ, გასაგებია, შენ ნაშრომებს აკეთებ, მაგრამ რაღაც წვლილი შეიძლება დღეს ჩემი მაყურებლიდან არც ერთი არ იყოს იმასაკის და იმ თაობის, რომელსაც ჩემი და შენი ეს შეგონება საუბარი, ან მსგავსი ტექსტებით საუბარი სჭირდება, მაგრამ ამ ადამიანების დახმარებით შეგვიძლია სოციალების გავრცელებით პატარა თაობებმაც მოისმინონ და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში, როდესაც ეროვნული იდენტობა არის ფაქტიურად მორღვეული და არ იცის საზოგადოების დიდმა ნაწილმა ახალ თაობებს გულისხმობ. პრობლემატურია ეს საკითხი და ვერ იაზრებს, ვინ არის, სად არის, იცით რატომ ვერ იაზრებს? არ იცის რა არის იყოს ქართველი, არ იცის რა არის ეროვნული იდენტობა, არ იცის რა არის მართლმადიდებლობა და ეს არ არის მარტო მშობლის ბრალი, ეს არის მარტო სკოლის ბრალი, მარტო ნახე თუ კი ჩვენსავე თავებში არ დავიწყეთ მიზეზების ძიება და პრობლემის ძიება და ყოველთვის სხვისკენ გავიშვირეთ ხელი და ვერტიკალი, მოდი არ აკეთებს, მივეცით დაკვეთა საზოგადოებამ ხელისუფალს, არ გააკეთა, მოდი რაც შეგვიძლია ჩვენი წილი გავაკეთოთ დანიელ, ჩვენი წილი აგურით დავდოთ. ხვალიდან დაიგეგმება პატარ-პატარა ანონსები გაკეთდება ხოლმე დროის ფაქტორის მიხედვით დანიელსაც სამსახურეობრივად ხელი რომ არ შეეშალოს თავისუფალი დროის მიხედვით თითქმის ყოველდღე ვეცდებით 1 საათი იქნება 40 წუთი იქნება ზოგჯერ შეიძლება საათ ნახევარიც ხო დროის ფაქტორის მიხედვით ჩაირთვება ლაივი იქნება ისე რომ განსაზღვრული არ მექნება ვინ ამოვა და ვინ არა იქნება კითხვები შეიძლება ნებისმიერ სამოსვლა მე ვიქნები მედიატორის დუმარსა და დანიელს შორის წინასწარ არ გვექნება შეთანხმება არც ერთ სტუმართან
და იქნება რაღაც კონკრეტული თემატიკა, ისტორიული კუთხით იქნება, ეროვნულ იდენტობას, რაც განსაზღვრავს იმდენად სუყე თემა არის, აქ მხოლოდ მარტო ეროვნულ იდენტობაზე ზოგადად ისაუბრო ლექციის სახით, ესე აღარ გამოვა. აქ მოგვიწევს რელიგიის ჩართვა, აქ მოგვიწევს ისტორიის ჩართვა, ის რაც მდგენელია იმისა, რასაც ეროვნული იდენტობა ნიშნავს, ხო დანიელ? აი ეს გვექნება თავიდან ბოლომდე, კითხვებიც თითქმის არ იქნება, მე ვიქნები მხოლოდ ფაქტიურად მოდერატორის ფუნქციის ქვეშ. როდესაც დანიელი დაიწყებს საუბარს, ნებისმიერ თქვენთაგან შეიძლება ამოვიდეს შეკითხვა დაუსვას, ან ედებატოს, დისკუსია გაიმართოს, ჯანსაღი განსაკუთრებით კარგი იქნება აზრთა დუღილი თუ იქნება საწინააღმდეგო აზრის, შეიძლება თავიდან 10, 15, 20 კაცის მეტი არ იყოს მაყურებელი, მაგრამ საწყისისთვის ეგეც კარგია, ჯანსაღი პროცესისთვის ეგეც კარგია, ჩემი ფუნქცია რაც არის ხოლმე ყოველთვის ჩემისგან გამომდინარე ცენზურა გვექნება დაცული, მხოლოდ ცენზურის დაუცველობის გამო დაიბლოკება ადამიანი და ან არ ამოიყვან თუ კი ლექსიკა რო ამოვა და შევატყობ რომ ლექსიკა არა აქ ისეთი რო ადგეს და შეურაცხყოფის გარეშე ვერ ისაუბროს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩავაგდებს სტუმარს. დანარჩენ შემთხვევაში ნებისმიერი სტუმრისთვის, ნებისმიერი მსურველისთვის, კითხვის დასმის სურვილის მქონე ადამიანისთვის გახსნილი იქნება ჩვენი ლაივები, როდესაც ამ თემებზე გვექნება. თავარი სახელწოდება ამ ბლოგის იქნება ეროვნული იდენტობა. ამომავალი წერტილი ეს არის თითოეული ქართველისთვის და ეს უნდა იყოს. და პატარა თაობებში რაც მეტად ჩავნერგავთ ამ ყველაფერს და ხელს შევუწყობ თითო მარცვლით, თუ კი თქვათ არაკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, თუ კი თქვათ არაკეთებს TV იმედი, სხვას ნუღა ვუყურებთ, სხვა გზა არ გვაქვს. ერთი ტელეფონით შეგვიძლია ყველაფრის გაკეთება, იმიტომ რომ ინტერნეტის სამყაროში ვცხოვრობ და რისი გაკეთება შეგვიძლია და არ ვაკეთებთ, ნუ დავაბრალეთ მაინც და მაინც ამას ეს ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენი წილი გავაკეთოთ. დანიელ, ძალიან ავიწყვი და მე მგონი არ გაცისათი საუბარი, შეგიძლია შენს განაგო. უღრმესი მადლობა და მე მგონი ახლა ნელ-ნელა ჩემმა შვილმაც აიშვა. 4 წლის ბავშვი მყავს და ძალიან რთული არის მობილიზირება ცალკე. მოკლედ ყველას უღრმესი მადლობა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, ხვალაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, გილოცავთ ყველას პირველ რიგში ანდრია მოციქულის ხვალინდელი ხსენების დღეს და ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური სივრცეც გვაქვს, რომ შეიქმნა ძალიან ჯანსაღი და საღი აი პატრიარქის არჩევა და ასე შემდეგ. მადლობა. დამიანე დამანახე ეხლა, ხო ვიცი რომ ვერ ისვენებ, სანამ არ შემომიხტება.